როცა ადამიანი მოდის და ამაო უკვე 1 წელია ლოცულობ და ვერაფერს ვერ გგზნობ. ადამიანი გულში ფიქრობ, რა კარგია რომ ვერ გგზნობ ვერაფერს. იმიტომ რომ ჯერ შენ ამ პარტავნებას ასხივებ და შენ ახლა რაღაცა იგზნო ხო ადამიანმა რაღაც გარკვეული რაოდენობა წრეები გააკეთა სკვნილზე და უკვე მოძღვრობას იწყებენ, უკვე განკითხვას იწყებენ, უმადურობაში ვარდებიან. ეშმაკი იმის ეშმაკია, რომ ჩვენ მოგვინადიროს. და ერთადერთი ინსტრუმენტი, რითაც ჩვენ მას უპირისპირდებით, ეს არის თავდაბლობა. ამიტომ როცა რაღაცას ვერ გძნობთ, გინდა ზიარების დროს, გინდა ლოცვის დროს, მადლობა უთხარით ღმერთს, იმიტომ რომ ჯერ არ დამდგარა იმის ჯერი, იმის ჟამი თქვენთვის, რომ თქვენ რაღაცა იგძნოთ. იმიტომ რომ ეს საშიშია ძალიან საშიშია. ეკლესიის როგორც ძველ და უახლეს ისტორიებში, ჩვენს თანამედროვე მოღვაწეებში კატასტროფები მომხდარა ადამიანებში. როცა ნიჭს გაუსწრია თავდაბლობისთვის. ღვთის დაშვება და ღვთის განგება რატომ მოხდა ესე მე არ ვიცი. მაგრამ ესეთი ფაქტები არსებობს.